ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ირაკლი მაისურაძე გაგაცნობთ გამარჯობა. ფლეშმობი ბათუმში ამ წუთებისათვის ბულვარის ახალ ამფითეატრთან არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია სამართლიანობისათვის ორგანიზებით 2008 წლის მოვლენების 3 წლის თავთან და დევნილების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული აქცია იწყება. აქციაზე დასასწრებად მისული ხალხის ნაწილი 500 მონაწილე გაწერილი სცენარის მიხედვით ერთდროულად შეასრულებს დრამატულ მოძრაობათა სერიას, რაც დასრულდება თავის ზევით, ხელის მტევნების შეერთებით, რითაც სიმბოლურად გამოსახავენ სახლის სახურავს, რომელშიც იძულებით გადაადგილებულ პირებს სურთ დაბრუნება. Bring me back home მინდა დაუბრუნდე ამ დევიზით ფლეშმობის სტილში, ასეთი მასშტაბით აქცია საქართველოში პირველად ტარდება. თქვენ პირდაპირ ეთერში კადრში ხედავთ ფლეშმობის აქციას. მე ძველ ფოტოებს ჩემი გურის ცეცხლზე ვწვავ, მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს, ამდენი ხანი ვამბობ რასაც არ ემდობენ სხვას, მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ სხვას, მე აღარ გადმოვცურავ სხვას, მე შეგახსენებთ Bring me back home ამ კამპანიის ფარგლებში კოალიცია სამართლიანობისათვის მთელი წლის განმავლობაში გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს. ეს კამპანია წარმოადგენს საკომუნიკაციო პროექტს და დღევანდელი აქცია ამ მოძრაობის დასაწყისი არის. რასაც ვერ მოვასწრებ რომ ქნა და ჩემგან დარჩენილ და ფლეთილად ასტომს ბავშვები ნახავენ თუ ოდეს მე მოვიგებთ ომს ჩვენ მოვიგებთ ომს we get tones. შეგახსენებთ რომ ფლეშმობის აქციის გარდა ამფითეატრთან უკვე გამოტანილია ექსპოზიციაზე ცნობილი თბილისელი და ბათუმელი, ასევე დევნილი მხატვრების ნამუშევრებიც პარალელურად იგეგმება კონცერტით, შესრულდება სპეციალურად ამ კამპანიისათვის დაწერილი ჰიმნიც. პროექტების მიზანი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია, გააქტიურება, ადგილობრივი და უცხოური მედია საშუალებების ყურადღების მიქცევაცა. დღევანდელი აქციის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტში სხვადასხვა ვებ გვერდებზე, მათ შორის სოციალური ქსელის საშუალებითაც მთელი წლის განმავლობაში იტრიალებს. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ ფლეშმობის აქციას თვალყურს. სცენარის მიხედვით ერთდროულად სრულდება დრამატული მოძრაობათა სერია, რაც დასრულდება თავის ზევით ხელის მტევნების შეერთებით, რითაც სიმბოლურად გამოისახება სახლის სახურავი, რომელშიც დევნილებს დაბრუნება სურთ. შეგახსენებთ რომ ფლეშმობის პარალელურად ამფითეატრთან ბულვარში გამოტანილია მოლბერტები და ქართველი მხატვრების შემოქმედება დევნილების პრობლემების თემატიკაზე. მხატვრები დევნილების დაბრუნებისათვის, ასე ეწოდება კოალიცია სამართლიანობისათვის მიერ ორგანიზებულ ამ გამოფენას ღონისძიება მუსიკალური ნომრი დასრულდება, რითაც ცნობილი ქართველი შემსრულებლები დიტო ლაგვილავა, სალომე კორკოტაშვილი და ქეთათო კამპანიის ფარგლებში ქართველი დევნილების შინ დაბრუნების მოთხოვნა შეუერთდებიან. აქცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ნინო სამყურაშვილი გვერდება ბათუმიდან პირდაპირ ეთერში, იგი დილიდან ადევნებს თვალყურის ღონისძიების სამზადისს. ნინო, გისმენთ რა ხდება ბათუმის ბულვარში ამ წუთებისათვის? როგორც ხედავთ, ამ წუთებში დასრულდა მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით მინდა დაბრუნდე და დიტო ლაგვილავა უკვე სცენაზე შეასრულებს ჰიმნს, ასევე სახელწოდებით მინდა დაბრუნდე, რომელიც ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარ ნაწილად იქცევა. მომავალში კოალიცია სამართლიანობისათვის კამპანია, რომელიც ეძღვნება ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილებს, დაიწყო სწორედ აჭარიდან, ბათუმის ამფითეატრიდან. დღეს საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს დევნილებისათვის, რადგანაც მათ შეძლონ ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში. საკმაოდ ორიგინალური ფორმა აირჩიეს დღეს აქციის ორგანიზატორებმა და ეგრეთ წოდებული ფლეშმობი და სადაც 500-მდე ახალგაზრდა ხელების მტევნების შეერთებით გამოსახა სახლის სახურავი, რომ ყველა დევნილს სურს, ეს იმისათვის, რომ ყველა დევნილს სურს საკუთარ სახლში დაბრუნება. დღეს ასევე აქ უკვე ამფითეატრში გამოფენილია 30-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი დევნილთა თემაზე, რა თქმა უნდა.
დღევანდელი აქცია ფორმით არის განსხვავებული და ინოვატორული. ეს არის საქართველოში პირველი ამ მასშტაბის ფლეშმობი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალგაზრდები ახალი ინოვატორული აქციის ფორმით ერთვებიან აი ამ ჩვენს კამპანიაში. ჩვენი კამპანია არის განაცხადი თითოეული დევნელის, რომ მათ უნდა დაბრუნება, მათ უნდა განახორციელონ დაბრუნების უფლება. ამავდროულად ეს არის გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ მათაც გაააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლკარს. ჯერ კიდე გვასაზრდოებს სამწუხაროდ ის ტკივილი და ტანჯვა, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, ხო? ერთ ფაქტს რომ ეს მართლე გამოსწორდება მე იმედი მაქვს და ეს იქნება იმდენად ემოციური და დატვირთვის, რომ ეს კიდე რაღაც ერთგვარ ბიძგს მისცემს, რაღაც ახლის დასაწყისს. მინდა დაბრუნდე ამ წუთებში სრულდება ბათიების ამფითეატრში სცენაზე, რომ ვიტო ლაგულავასთან ერთად დღეს დგანან ქეთათო და სალომე კორკოტაშვილის და ისინიც ამ თემატიკასთან დაკავშირებით შინაარსობრივად რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ. მნიშვნელოვანია ეს მომენტი. ჩვენ რა თქმა უნდა დროებით შეიძლება დაკარგული გვაქვს გარკვეული ტერიტორიები, მაგრამ იმის მზაობა უნდა გქონდეს ყოველთვის, რომ დავიბრუნოთ, რა ჩვენი სახლია და ჩვენ სახლებში უნდა დავბრუნდეთ. მეც ჩემებურად ვერთდები რა თქმა უნდა ამ აქციას, კოალიციას სამართლიანობისთვის და მოხარული ვიქნები თუ უფრო დიდი იქნება ზოგადად საქართველოში სულისკვეთება იმისა, რომ ყველანი დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. ეს სიმღერა არის იმაზე, რომ ჩვენ ყველამ და ჩვენ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ხალხი დაბრუნდეს თავიანთ სახლებში. ძალიან მარტივი აზრი აქვს და ჩვენ ვერთდებით კოალიცია სამართლიანობისთვის ამ აქციაში. წაგიმღერებთ კი რა. ძალიან მიხარია რომ მონაწილეობ ამ აქციაში და ჩემი მეგობარია დიტო ლაგვილავა და მინდა რომ ოდესმე დიტოსთან სახლში მივიდე და რაღაც ისეთი განწყობა მაქვს. ანუ ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ და რამის თუ დავეხმარები იმ ხალხს თუ ანუ გვერდზე უდგევარ ყველას. ბათუმიდან დაწყებული აქცია 1 წლის განმავლობაში მოიცავს მთელ საქართველოს და სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმით ჩაატარებს კოალიცია სამართლიანობისათვის ამ აქციას დევნილების მხარდასაჭერად. კოალიცია სამართლიანობისათვის მთავარი მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებით ყურადღება არ მოადუნოს და ყველა დევნილს შეეძლოს დაბრუნდეს ღირსეულად საკუთარ სახლებში. კოალიცია სამართლიანობისათვის 2010 წელს სწორედ დევნილთა უფლებების დასაცავად შეიქმნა. დიდი მადლობა ნინო სამყურაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ბათუმიდან, სადაც ამ წუთებისათვის კოალიცია სამართლიანობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მშვიდობიანი აქცია გრძელდება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა მოლდოვაში. ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს კომიტეტის წარმომადგენლები რუსეთის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ. აქციაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ დროშები და საპროტესტო პლაკატები გამოფინეს და საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა მოითხოვეს. საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს საბერძნეთში. დღის 2 საათისათვის ათენის ცენტრში კონსტიტუციის მოედანზე საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირმა ტრანსპარანტები გამოფინა. დატოვოს რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საქართველოს ტერიტორია. ამ ლოზუნგებით აქციაში 50-ზე მეტი ქართველი მანდილოსანი მონაწილეობდა. მათთან ერთად იყვნენ საქართველოს მეგობრის სტატუსით საბერძნეთის მოქალაქეებიც. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას რიგითი გამლელებიც უცხადებდნენ. კონსტიტუციის მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის მხარდამჭერი აქცია საათნახევარს გრძელდებოდა. ბრძოლა არის სიმართლის თქმით. ხოლო სიმართლის თქმით და გარკვეულწილად შენი სიმართლის თავდაბლურად თქმით შეიძლება მხოლოდ მტერი აიძულო შენი დაჟინებით და შენი მოუდრეკლობით აიძულო მტერი რომ დაიხიო. რუსული აგრესია და 3 წლის წინანდელი აგვისტოს მოვლენების საწინააღმდეგოდ მშვიდობიანი აქცია სომხეთშიც გაიმართა. ქართული სათვისტომოს წევრები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და რუსული ინტერვენცია გააპროტესტეს. დღესვე აღდგომის სახელობის ეკლესიაში აგვისტოს ომში
ქართველი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს. ერევანში შეკრებილი ქართველები რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ სხვა დიასპორებსაც მოუწოდებენ. დილით ჩვენ ვიყავით ნორაგავითის იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის ეკლესიაში, სადაც პანაშვიდი გაიმართა და წირვა გაიმართა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი. მე საქართველოსთან ერთად დავარ გულით და სულით, ჩემო ერედველებო, იცით რომ მიყვარხართ, იმედი მაქვს რომ მომავალ წელს, აი სულ ახლო ისევ ჩვენი ერედვი გაყვავდება და ჩვენ ისევ შევხვდებით ერედში და ერედვი ყოველთვის ჩვენია და იქნება ჩვენი. რუსული აგრესიის 3 წლის თავთან დაკავშირებით სიმბოლური აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც იმართება. ქართული სათვისტომოების წარმომადგენლობების სიმბოლურ შეკრებებს სულ 17 ქვეყანაში მართავენ. მრავალრიცხოვან აქციებში ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობენ. შეკრებები ძირითადად რუსეთის საელჩოებთან ან ქართული სათვისტომოების შენობებთან არის დაგეგმილი. შეკრებილ საზოგადოებას ღიად გამოაქვს საქართველოს მხარდამჭერი ტრანსპარანტები, საქართველოს დროშები, რომლებზეც რუსეთის მხრიდან დეოკუპაციის მოთხოვნის წარწერებია. პირველი ასეთი აქცია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მოლდავეთში ჩატარდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქციაზე დღეს ქართველები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები გერმანიასა და თურქეთშიც იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები შეუერთდებიან. აქციები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაიმართება. ჩვენ დიასპორა არის ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები, ისინი 2008 წლიდან მოყოლებული გამოხატავენ პროტესტს რუსი აგრესორების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისადმი, რათა კიდევ ერთხელ გააგებინონ მთელ სოფლიოს და მათ შორის რუსეთს, რომ არც ერთი საქართველოს მოქალაქე, არც ერთი პატრიოტი ჩვენი ქვეყნის არ შეეგუება ქართული ძირძველი მიწა-წყლის ოკუპაციას. რუსული აგრესიის 3 წლის თავზე დღეს საღამოდან თბილისში ყველა გარე ეკრანზე სპეციალური ჩანაწერი იტრიალებს. შავ ფონზე თეთრი ასოებით რუსული ინტერვენციის დროს ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სახელები გამოისახება. ეს ჩანაწერი უწყვეტად იტრიალებს 8 აგვისტოს დადგომამდე. აქცია თბილისის მასშტაბით რამდენიმე საათში იწყება. ეს აქცია გაიმართება საღამოს საათებში თბილისში დამონტაჟებულ ყველა ეკრანზე გავა სპეციალური ვიდეო, სადაც მოხსენებული იქნება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიის დროს დაიღუპა ეთნიკური წმენდის შედეგად. ჩვენი მიზანი არის კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი ამ ადამიანების ხსოვნას და ამასთანავე შევახსენოთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ იმ ეთნიკური წმენდის ფაქტების შესახებ, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად განხორციელდა. სოფელ ნიქოში აშენებული კაშხალი დღეს სრული დატვირთვით ამოქმედა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ საზღვართან 5 სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნა. ახალი ტურბინის ამუშავებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი და მხარის რწმუნებული ესწრებოდნენ. ამ ღილაკზე თითის მიჭერით ქვემო ნიქოზის კაშხლის მეშვიდე ტუმბო სრული დატვირთვით ამუშავდა. დღეიდან სარწყავი წყლით ქვემო ნიქოზის, ზემო ნიქოზის გარკვეული ნაწილი, ქვემო და ზემო ხვითი და სოფელი ყელქცეული მომარაგდება. წყალს სულ 1600 ოჯახი მიიღებს. წყლის მარაგით 3000-ზე მეტი ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვა იქნება შესაძლებელი. გაკეთდა სრულიად ახალი სარწყავი სისტემა, გაკეთდა ახალი არხი, გაკეთდა ახალი ჰიდრონაგებობა და ამ ყველაფრის შედეგად დღეის შემდეგ 1600 ოჯახი ფაქტიურად შეუფერხებლად მიიღებს სარწყავ წყალს. ახალი ტურბინა დავამონტაჟეთ, რამაც მოგვცა საშუალება წყლის გადაგდებისა და შესაბამისად 3000 ჰექტარზე შესაძლებელი იქნება დღეიდან უკვე 15 წუთში რომ ადამიანებმა თავის სავარგულები მოწყან. ეს შეცვლის ბევრი ადამიანის ცხოვრებას. ამ პროექტისგან სარგებელს მიიღებს 1000-მდე ოჯახი. ეს კომპლექსური პროექტი ბევრი ინსტიტუციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. კაშხლის მშენებლობის ეს პროექტი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. ხოლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად EUTOM-აც აწარმოა. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე სხვა სტუმრებთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დანგრეული ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლის მშენებლობაც დაიწყება. ვარ ქვემო ნიქოზის სკოლის დირექტორი. ომის დროს დაიბომბა ჩვენი სკოლის შენობა, ამჟამად დანგრეულია და მთელი ბავშვების, მასწავლებლების, მშობლების, ყველას სახელით ძალიან მინდა გთხოვოთ, იქნებ ცოტა პატარა დახმარება გაგვიწიოთ, რომ ეს პატარა ბავშვები მართლა ისულ რო ფეხით დადიან ამ ხელა გზაზე. ავალებად თქვენი მხრიდან მიღებულია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა ეს პერიოდში რაღაც თანხები გამონახოს იმისთვის, რომ თქვენთან ერთად პროექტირება დავწყოთ. დიდი მადლობლები ვიქნებით. აი, გუბერნატორის პირობა. ახლა დამუშავებული
სტუმბო გლეხებმა დღესვე გამოსცადეს და სავარგულების სტუმრების თანდასწრებით მოწყეს. პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრებთან ერთად იმ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდნენ. რუსულ აგრესიას მათი ოჯახის წევრები შეეწირნენ. დაჭრილების მანქანაზე დავჯექი და ისე წავედი. ხო და რო ჩავედი, უკვე პანაშვიდი გქონდა სიძისა, რომ დამირეკეს ქმარი დაგეღუპა. ჩაკეტილი ვიყა ცოტა ხანი, მერე მოვედი, მეუფეს დაემარხათ მეზობლებს ცოტა ხნიერები ვინც იყვნენ დარჩენილები აგერ იმ ადგილზე. 3 წლის წინ ამ დღეს საქართველოს ქართული სახელმწიფო დადგა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე, იდგა გადარჩენა არ გადარჩენის ზღვარზე და ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი არმიის, ჩვენი საზოგადოების ხელისუფლების მობილიზაციით და ერთადგომით დაიცვა და გადაარჩინა საკუთარი სუვერენიტეტი. დღევანდელ შეხვედრაზე ისიც გადაწყდა თუ როგორ დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობა მიწის დამუშავების დროს. რუსული აგრესიის დროს დაღუპულ გმირს 25 წლის გიგა სახელაშვილს დღესვანში 12 მოციქულის ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადეს. დღესვე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობა მისი მემორიალი ყვავილებით შეამკო. ონის ერთ-ერთ უბანს მისი სახელიც მიენიჭა გიგა 2008 წლის აგვისტოს რაჭაში დაიღუპა სწორედ მაშინ, როდესაც აგრესორები ონის რაიონს ბომბავდნენ. 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად ონის ტერიტორიაზე მოხდა შეტაკება, რის შედეგადაც ქუთაისის მთავარ სამმართველოს თანამშრომელი გიგა სახელაშვილი გმირულად დაეცა. ორი აქედან გამომდინარე, აქ შემდგომში აშენდა დასახლება, რომელსაც ეწოდა გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლება. ყოველწლიურად მის სახელზე ვიხდით პანაშვიდს და ახსენებთ ჩვენ თავსაც ამ ქალაქის მოსახლეობასაც, კუთხის მოსახლეობას ამ თავდადებული ვაჟკაცის შესახებ და ამის გარდა კიდევ ვიხსენიებ რა თქმა უნდა ყველა მამულიშვილ თავდადებულ ბიჭებს. 3 წელი რუსული ინტერვენციიდან სწორედ 3 წლის წინ დაიწყო კრემლის ბრძანებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს დასაპყრობად სამხედრო ოპერაცია. ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოსკოვის ბრძანებით სამხედრო ძალების კონსოლიდირება რამდენიმე კვირით ადრე მიმდინარეობდა. საქართველოს დასაპყრობად სრული მძიმე შეიარაღებაც მომზადდა. ომის დაწყების მიზეზად კრემლმა რუსი ეგრეთ წოდებული მშვიდობის მყოფელებზე თავდასხმის ინსცენირება გამოიყენა და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიუხედავად ძალთა უთანასწორობის ქართული სამხედრო შენაერთების ძალისხმევით, ქართველი ჯარისკაცების თავდადები და საერთაშორისო თანამეგობრობის მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერით რუსული ინტერვენციის შეჩერება მოხერხდა. რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნებისაგან ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. პირველი კავკასიური არხის Russia Today-სა და Echo Moskvისათვის მიცემულ დიმიტრი მედვედევის ვრცელ ინტერვიუს იულია ლატინინაც გამოეხმაურა. ცნობილი ჟურნალისტის სტატია გაზეტა რუსში გამოქვეყნდა. იულია ლატინინა წერს, რომ მედვედევმა ინტერვიუს მიცემა ალბათ მარტივი მიზეზით გადაწყვიტა. ჟურნალისტის აზრით, რუსეთის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის განცხადების უარყოფა სურდა იმასთან დაკავშირებით, რომ მედვედევი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. ლატინინა ამ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს მედვედევის სიტყვებზე, რომ ის ვლადიმერ პუტინს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა, როდესაც ყველა ბრძანება უკვე გაცემული ჰქონდა. ჟურნალისტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ომის დაწყების წინ მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე სცადა დიმიტრი მედვედევთან დარეკვა. რუსეთის პრეზიდენტს კი ასეთი აზრი ერთხელაც არ მოსვლია თავში. იულია ლატინინა წერს, რომ მედვედევის სამხედრო მოქმედებების დაწყებას სააკაშვილს აბრალებს სინამდვილეში კი ომს წინ უძღვა და ოსეთსა და აფხაზეთში რუსული ბაზების მშენებლობა, ტერაქტი გორში, აფეთქებები გასადენებზე, ქართული ღვინისა და ბორჯომის აკრძალვა, ქართველების რუსეთიდან депортация და კიდევ უამრავი სხვა ფაქტი. Значит, я услышал на это, что да, конечно. ეროვნულ მუზეუმის ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვის წიგნის რუსეთ საქართველოს ინფორმაციული ომი 2008 წლის აგვისტო პრეზენტაციას მასპინძლობს. წიგნში შესულია 2008 წლის აგვისტოს სამხედრო მოქმედებების დროინდელი საინფორმაციო მასალების მხოლოდ ნაწილი, საინფორმაციო დაპირისპირების რამდენიმე წელი, რომელიც წინ უძღვოდა ომს. წიგნში ასევე თავმოყრილია ის მასალაც, რომელიც 5 დღიანი სამხედრო მოქმედებების შემადგენელი ნაწილი იყო. წიგნი მოიცავს როგორც ჟურნალისტების უფლებების დარღვევის, ასევე რუსეთის მიერ საინფორმაციო საშუალებების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისათვის გამოყენების ფაქტების მონიტორინგს. მაშინ მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მონაცემებს, რომელიც მოპოვებულია რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად.
ეს პატარა წიგნი დიდი კვლევის დასაწყისი გახდება. მასში გადმოცემულია ის, რაც ხდებოდა ომის დროს, 3 წლის წინ. სინამდვილეში რუსეთსა და საქართველოს შორის საინფორმაციო ომი დიდი ხნის წინ 1819 წელს დაიწყო, როცა პირველი ქართული გაზეთი გამოვიდა. ჩემთვის საინტერესო იყო ამ ომის კვლევა, რომელმაც მოიცვა აფხაზეთსა და ცხინვალში მომხდარი ომებიც. ყველაზე აქტიური პერიოდი კი ბოლო 10 წელი გახდა. წიგნი ეხება იმ საინფორმაციო პროპაგანდისტულ აგრესიას, რასაც რუსეთი ახორციელებდა. მახსენდება ერთი სხვა წიგნი აგვისტოს ზარბაზნები კრებული სტატიებისა, სადაც ერთ-ერთი ავტორი პოლ გობლი წერდა, რომ ის რაც ხდებოდა საინფორმაციო ფრონტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და განსაზღვრელი ამ დაპირისპირებაში, ვიდრე ის რაც ხდებოდა ბრძოლის ველზეო. იმიტომ რომ ორი რამის გამო, ერთია რომ სიტყვა კლავს და სიტყვა არჩენს და მეორეა რომ მართლაც რუსულ პოლიტიკაში საინფორმაციო შეტევას, დეზინფორმაციას უკავია უზარმაზარი ადგილი. ამას სჭირდება კვლევა, ამას სჭირდება კარგად გაანალიზება და გაცნობიერება და სწორედ ამას ეძღვნება აღნიშნული წიგნი. ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიწღვრილი ფოტოგამოფენა გაიხსნა ევროპის სახლში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟურნალისტების ფოტოსურათები, რომლებიც ალექსანდრე კლიმჩუკის დედამ და გიგა ჩიხლაძის მეუღლემ ორგანიზატორებს გადასცეს. გამოფენა 9 აგვისტომდე გაგრძელდება. ალექსანდრე კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაძე ქართველ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების გასაშუქებლად ჩავიდნენ ცხინვალში. ისინი ოსური ბანდფორმირების წევრებმა დახვრიტეს. 30 წლის გიგა ჩიხლაძე და 27 წლის ალექსანდრე კლიმჩუკი ადგილზე გარდაიცვალნენ. ალექსანდრე კლიმჩუკი ფოტოსააგენტო კავკაზუს პრეს იმიჯს ხელმძღვანელობდა. იგი იტარტასის ფოტოკორესპონდენტიც იყო. გიგა ჩიხლაძე კონფლიქტის ზონაში ჟურნალ Newsweek-ის რუსულ გამოცემას წარმოადგენდა. მუშაობდა რადიო RFI-ის მუდმივ კორესპონდენტად. აგვისტოს 3 წლის თავისთვის გადავწყვეტეთ, რომ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა გიგა და საშა, რომელიც აგვისტოს ომში დაიღუპნენ. შევარჩიეთ საუკეთესო ფოტოები ფოტოარქივებიდან და პიკი ტელევიზია და ტელეკომპანია პიკის დახმარებით გაუკეთეთ ორგანიზება ამ გამოფენას. ძალიან მიხარია, რომ ხალხს ახსოვს ჩემი შვილი, იმიტომ რომ შეეწირა მისი ცხოვრება ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის, ამ ხალხისთვის ცხოვრობდა, ძალიან დატაცებული იყო თავისი საქმე. თბილისის მერიის მანდატურები წითელი ყაყაჩოს აქციას უერთდებიან ხსოვნის კვირეულის ფარგლებში. განათლების მინისტრის პირველ მოადგილემ დღეს მანდატურებთან ერთად ქართველი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო. კოკა სეფერხელაძე და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მუხად გველში ქართველი გმირების ძმათა სასაფლაოზე დილიდან გავიდნენ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ყაყაჩოს აქციას გამომცემლობა პრაიმ ტაიმის ინიციატივით შეუერთდნენ და მთელი კვირის განმავლობაში ისინი მკერდზე ყაყაჩოს გულსაბნევით ივლიან. შეგვიძლია ყოველ დღიურად არ მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გმირულად შეწირეს სამშობლოს თავი და დღეს ჩვენ ნებისმიერი ჩვენი საქმიანობა არის სწორედ იმის შედეგი, რომ აი ამ ადამიანებმა საქართველოს შეინარჩუნეს როგორც სუვერენული სახელმწიფო. მანდატურები შევუერთდით ხსოვნის კვირეულს, ჯარისკაცების სასაფლაოები შევანგეთ ყვავილებით და მანდატურის სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა ამ ხსოვნის კვირეულს. და ერთი კვირის განმავლობაში გეკმაოთ, რომ ეს პრობლემა ვატაროთ ერთი კვირის განმავლობაში. თბილისის მერიისა და ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა დღეს მთაწმინდის პარკში. ატრაქციონებზე თბილისის მერიამ აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირების შვილებს უმასპინძლა. გვახსოვდეს ჩვენი გმირები აქციამდე ვიზით გაიმართა სულ დღეს მთაწმინდის პარკში 100-მდე მოზარდი იყო შეკრებილი. ორგანიზატორები მათ კბილეულით გაუმასპინძლნენ და სპეციალურად მომზადებული საჩუქრებიც გადასცეს. აგვისტოს დღეებმა 2008 წელს აჩვენა, რომ ქვეყანას ყავს უამრავი გმირი, რომ და უმრავლესობამ თავიანთი სიცოცხლე მიიტანა ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენი მიზანი არის, რომ მათმა ოჯახებმა, მათმა შვილებმა იგრძნონეს, რომ მათ გმირები დაკარგეს. ამ ბიჭებმა შეწირეს თავის პირადი ბედნიერება, სამშობლოს სიყვარულს და თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია წვლილი შეიტანოს ამბოშვების მხარდაჭერაში და ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები მათ ეხმარება ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში. მთაწმინდის პარკზე, იმიტომ ჩავიჭი ჯარისკაცის ფორმა, რომ მამაჩემი რომ ომში მონაწილეობდა და მეც მინდა რომ ესე გამოვიდე. ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. საკვებმა ან სასმელმა გაწვინათ? თეთრი ნახშირი. ახალი თაობის ბუნებრივი ენტეროსორბენტი შესანიშნავი შთანთქმელი თვისებებით, რომელიც გაგათავისუფლებთ ზედმეტი მიკრობები